დაგვიანებული მშენებლობა და უხარისხო რემონტი მხოლოდ დისკომფორტი არ არის. ეს ხშირად პირდაპირი ფინანსური ზარალია. როცა პროექტი დათქმულვადაში არ სრულდება, ან შესრულებული სამუშაო არ არის შეთანხმებული, ზიანი ყოველდღიურად იზრდება. ადამიანები და კომპანიები ხშირად ელოდებიან უსმენენ დაპირებებს, მაგრამ ამ დროს კარგავენ ფულს, დროს და შესაძლებლობებს. ზოგს ემატება ქირა, ზოგს ხელახალი რემონტის ხარჯი, ზოგს კი საერთოდ ეშლება დაგეგმილი საქმიანობა. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ბევრი ასეთი სიტუაციაში რჩება მხოლოდ სიტყვიერი დაპირების იმედზე. მაშინ როცა რეალურად უკვე დროა სამართლებრივი მოქმედებისთვის. მე ვარ ადვოკატი ითათია ინაძე, ხაჭაპურზე პარტნიორების გუნდის წევრი. პრაქტიკაში ხშირად ვხედავთ, რომ სწორად დაფიქსირებული დარღვევა, შესრულებული სამუშაოს რეალური მდგომარეობა და მიყენებული ზარალის მოცულობა ხდება გადამწყვეტი. ასეთ საქმეებში კანონი გაძლევთ უფლებას, მოითხოვოთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. თუ სამუშაო დაგვიანებულია, უხარისხოა ან არ შეესაბამება ხელშეკრულებას. გამოსავალი არსებობს, მაგრამ ის იწყება არა მოთმინებით, არამედ მტკიცებულებებით, სწორი შეფასებითა და დროული ჩარევით. თუ არ გინდათ, რომ თქვენი ზარალი ყოველდღიურად იზრდებოდეს, დაგვიკავშირდით და დაჯავშნეთ კონსულტაცია.